დასვენება აუცილებლობაა და არა ჯილდო. ის არ გჭირდება დაიმსახურო, ან ელოდო, სანამ მას მძიმე შრომით მოიპოვო. თანამედროვე საზოგადოებაში გვასწავლიან, რომ იმუშაოთ უკიდურეს ხრამდე და მუდმივ გადაღლა რაღაც ღირსეულად მივიჩნიოთ. მაგრამ დასვენება ეს არა მხოლოდ პრივილეგიაა, რომელსაც ხანგრძლივი შრომის შემდეგ ვიღებთ, არამედ ძირითადი საჭიროება. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც აერი, რომელსაც ვსუნთქავთ, ან საკვები, რომელსაც ვღებულობთ. დასვენების გარეშე ჩვენი სხეული და გონება სრულფასოვან ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. დასვენება არც სისუსტის ნიშანია და არც იმის მაჩვენებელი, რომ ნებდები. პირიქით, ეს არის მზადების ნაწილი. ეს არის დრო, როცა შენი სხეული და გონება პოულობს ენერგიის აღსადგენად. როცა შენი პრობლემები თავისთავად იწყებს გადაწყვეტილების პოვნას და როცა შენი სული საბოლოოდ პოულობს სიმშვიდეს და ბალანსს. შესაძლოა აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ამის ნაცვლად მოიპოვო ბევრად უფრო ძვირფას რამეს, ენერგიით დატვირთულ და განახლებულ საკუთარ ვერსიას და იქნები ადამიანი, რომელიც ნამდვილად და სრულფასოვნად მონაწილეობს საკუთარ ცხოვრებაში, საქმიანობაში და ურთიერთობებში საყვარელ ხალხთან. ახლა კი დაფიქრდით, საერთოდ თუ იცით რა არის დასვენება და როდის მოუწყვეთ ბოლოს საკუთარ თავს ნამდვილი დასვენება. იზრუნეთ ჩემოგარგებო საკუთარ თავს. ეს უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი და არა სხვისი. ახუიეს ბრატ, პოზიჩემურია, რა დაიბადე, ედე და მოტყნლის.